ძალიან მინდა ნახოს ეს ვიდეო თინეიჯერმა გოგოებმა. აი, ნაკლები ცოდნა ამ საკითხში ძალიან გამოგადგება შენ თვითონაც რა მოკლედ მინდა რომ აგიხსნათ რომ აი თუ გქრმე კომპლექსი რა სხეულის უბრალოდ გაიგოთ რომ არის მოდინმე სხეულის ტიპი ანუ ეს არის გენეტიკური ხდებით ზოგიერთი იმატებს ქვევით ზოგიერთი იმატებს ზევით ზოგს აქვს უფრო დიდი ფორმები აქ ზევით და ქვევით არა ზოგს პირიქით ანუ ეს არის სრულიად ნორმალური ძალიან გთხოვთ შენ რაც არ უნდა დაიკლო და რაც არ უნდა იშიმშილო შეიძლება არ გქონდეს იგივე რა ვიცი ფეხებს შორის დაშორება, ასე ვთქვათ, ხომ მოწონს ყველას. თუ შენ გაქვს სხეულის ტიპი, მაგალითად, როგორც არის მსხალი, იმიტომ რომ მსხალი იმატებს ქვევით უფრო ფეხებში. რაც არ უნდა სუსტი იყოს, შენ მაინც ოდნავ გექნება მანდ, ასე ვთქვათ, დამკვალებული. და რაც არის ძალიან მშვენიერი, ძალიან კარგი, ამიტომ ძალიან გთხოვთ სოციალურ მედიას, აი, ყველაფერს მოგჯერათ რა ხალხო. აი, და ასევე ძალიან გთხოვთ ფილტრები ნაკლებად გამოიყენეთ რა. უბრალოდ სახეს იმ დონეზე გიცვლის რა, ანუ ცხვირს აწვრილებებს ასე რა აწვრილებებს ყველაფერს. მე ანუ კი, რა თქმა უნდა მოგწონს ხო, მაგრამ მე ანუ რაღაცნაირად ვერ მიიღებ შენ თავს ამ ფილტრების გარეშე და რა თქინდა მითხარი. აი ხდები ძალიან ბევრი შემოშინე მართლა თქვენ თუ შეამჩნევთ ჩემს ასეთ ვიდეოში არ მაქვს წესიერ ფილტრი გამოყენებული იმიტომ რომ მე თვითონაც ხვდები რომ აი არ მომწონს მართლა მე გეწება დისმორფობია ასე ვთქვათ ხდებით ანუ შენი სხეულის და სახის აღქმა ვეღარ გექნება ეგეთი როგორც არის რა ანუ გინდება რომ ეგეთი იყოს და ანუ სოციალურ მედიას მოუჯერებთ ხალხი ყველას აქ გამონაყარი სახეზე და აი რო ხედავენ ხო აი რო ხედავ რომ ინსტაგრამზე აი ძალიან ლამაზ მოდელს და ასეთი ტირო აქვს ბრტყელი მუცელი და ვიფიქრებ რომ ვაუ და უბრალოდ ის მინდა ვთქვა ოკეი დილით ყველას ეგეთი უმეტესობა გოგოს დილით აქვს ეგეთი ბრტყელი მუცელი მაგრამ როცა შეჭამა ეს საკვები სად ჩადის ხალხო კუჭში ხო კუჭში მუცელში ამიტომაც სრულიად ნორმალური ოდნავ რომ გამოგებერება მუცელი საკვების შემდეგ და დაფიქრეთ ხოლმე ანუ გააჩნია პოზასთან პოზაში იღებ ვიდეოს პოზაშია ის გოგო ვიდეოში ძალიან ბევრი ფოტოშოპს იყენებს გთხოვთ მივიღოთ ჩვენი ტანი როგორიც არის თუ გაწუხებს თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს კარგი თუ გაწუხებს ჯერ ძალიან გთხოვ გაეცანი გიყვართ თუ არა შენი თავი გაეცანი იმას თუ როგორი არის ნორმალური ადეკვატური ქალის სხეული ეს აიაზრე დაფიქსდი და მე გადაწყვეტე შენ გინდა წონაში დაკლება თუ მომატება. ოკეი? კიდე ამიტომ მეთქვა. ხო, ეს მცელზე მართლა ეს შეხედავ. ნერ პოზაში როზის, ანუ შეხედე. აი როგორ ანუ ასე შეხედე ეს აქ ხო მაგ ცხიმი ხო არა ორგანიზმი აქ ცხიმი ხო არა ასე რომ კეცავ ხო? აქ არაფერი არა ხო, მაგრამ როცა შენ იღუნები და ოდნავ ნაკეცები ჩანს მუცელზე არის ნორმა. ძალიან ხო. გაიცანეთ მაგას